ცვლილებები კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დათა ახალაეს სახელით გამოქვეყნებული სკანდალური განცხადება და 19 აპრილის აქცია. ეს ის თემებია, რომლებზეც პოლიტიკომ ამ კვირას გაამახვილა ყურადღება. ჩვენ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტები. პოლიტიკო მათ შებრუნებულ კითხვას უსვავს. თუ ფორმალური თვალსაზრისით მიუდგებით, მართლაც კითხვები არსებობს, იმიტომ რომ თუ ვამბობ, რომ ჩვენი საზღვარი გადის ფსოუზე და არა ენგურზე, მაშინ ფსოუს ეს გამავალი საზღვრის დარღვევის გამო ისევე უნდა ისჯებოდნენ ადამიანები, როგორც მაგალითად სარფში რო დაარღვიოს საზღვარი. უცირესობის კითხვები აქ იყო მართებული, როდესაც ამბობდნენ, რომ ფსოუზაში რო თუ გადმოვა ვინმე ჩვენი მესაზღვრის ნებართვის გარეშე და ბუნებრივია ჩვენი ნებართვის მესაზღვრის გარეშე გადმოვა, იმიტომ რომ ფსოუში არ დგას ჩვენი მესაზღვრე, მაშინ იმას რატო არ ვიჭერთ. ეს კითხვა რა თქმა უნდა, ესე თუ მიუდგები ლეგიტიმურია, მაგრამ იგივე კითხვა შეიძლება უმცირესობასაც შეუძლიალო და კითხო, რომ კი მაგრამ 2008 წლამდე არ გადიოდა ფსოუზე ჩვენი საზღვარი, თქვენ რატო არ იჭერდით 2008 წლამდე ადამიანებს? იმიტომ რომ ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონი ხომ მერე შეიქმნა ომის შემდეგ. რა მანამდე რა იყო ეს ტერიტორია? ანუ მაშინ არ ირღვევოდა ჩვენი საზღვარი. ეს ნაბიჯი რაიმე თქვათ პოზიტივ შეიტანს რუსეთთან მოლაპარაკებებში, კი ბატონო, იყოს მე არ ვფიქრობ, რომ ამით ქვეყანა ინგრევა, თავარია რომ ეს კანონი არ გაუქმდა. თუ ეგ საინტერესო არის ქვეყნისთვის, რომ ყველა ვინც არის აფხაზეთში ნამყოფი, მერე თუ საქართველოში ჩამოვიდა, დავიჭირო და ეს რამეს გვაძლევს ჩვენ, იცით რა, სოფხედველობითი ყველა დავიჭიროთ, რატო არა, რა პრობლემა არ არის. მე ვთვლი რომ სისულელეა უბრალოდ ყველას დაჭერა. იმიტომ რომ მე როგორც მოქალაქე იმის გამო რომ შენ ქვეყანას რაღაც პრობლემა გაქვს ვიღაცთან, მე ნუმჯი ძალიან გქონდა. მე თავი დამანი, მე მინდა აფხაზეთში წავალ, მინდა ქუთაისში წავალ და მინდა არ ვიცი სამებას დავათვალიერებ. მე თავი დამანი. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც შეიძლება სოხუმში წავს ბიზაშვილი და თბილისშიც და რა ვქნა ეხლა თბილისელი ბიზაშვილი მიყვარდეს იმის გამო რომ სოხუმელი ბიზაშვილი თუ მიყვარს იმასთან ჩაკითხვის გამო თბილისში შეიძლება დამჭირ. არ ვიცი. ხო გეუბნები, მე კი არ ვამბობ რომ ეს ესეა, მაგრამ მაგის არგუმენტი ეგ არის და იმის არგუმენტიც არის ხო რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიაა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უნდა შედიოდნენ ადამიანები და ამის ცნობიერება ვის ველაპარაკებით ამ ცნობიერებაზე, ოღონდ ბოლომდე ვერ გავიგე. რუსეთის მოქალაქეებს ველაპარაკებით ცნობიერებაზე საქართველოსთან დაკავშირებით და წინააღმდეგ შემთხვევაში ვეუბნებით რომ დაგიჭერთ. 140 მილიონ კაცს ვეუბნებით რომ დაგიჭერთ. რამე რო იყოს დაგიჭერთ, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ რა თორე. კი ბატონო. იმიტომ ამბობ, თუ ამ ეს არ არის საფრთხე, ეს სისულელეა ამაზე ლაპარაკი. თუ ამ კანონში ცვლილება გამოიწვევს შორეულ პერსპექტივაში საფრთხეს, თქვა აღიარებასთან დაკავშირებით, ეს სხვა პრობლემაა. ეს უნდა შევაფასოთ ჩვენ და ჩვენ ვაფასებთ ლავროვმა რა თქვა. ძალიან ეჭვის თვალით უყურებ, როდესაც ნებისმიერი ქართული ხელისუფლების, ამ ხელისუფლების, იმ ხელისუფლების წასulis, მომავლის აზრები ემთხვევა ლავროვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამინისტროს კრემლის და თუნდაც დუგინის და სხვათა აზრს. ამიტომ რა თქმა უნდა გარკვეულ სიფრთხილით ამის გამო მეც ვეკიდები. უბრალოდ მგონია რომ ეს არის გათვლილი რაღაც კონკრეტულ ადამიანებზე ან კონკრეტულ ჯგუფზე. არ გამიკვირდება თუ ხვალზე გამოჩნდება რომელიმე რუსული კომპანია, რომელიც თურმე უკვე აწარმოებს ბიზნეს აფხაზეთში, ჩვენ პარება რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთში აწარმოებდეს და რომელსაც უნდა ფულის ჩადება საქართველოში. აი, ამ კომპანიის გამო თუ ღირდა ამ კანონის შეცვლა, ამაზე მე უნდა ვილაპარაკოთ, როცა რეალურად გამოჩნდება ადამიანი, გამოჩნდება საქმე, თუ კი საზოგადოებრივ აზრს ზოგადად აქვს რაიმე მნიშვნელობა ჯერ კიდევ, თუ კი საზოგადოებას აქვს საერთოდ აზრი და საზოგადოებრივ აზრს აქვს რაიმე მნიშვნელობა, მგონია რომ კანონის ოკუპაციის შესახებ არ გაუქმდება. ეს არის თუ არ არის რაღაცა კონკრეტული სასჯელი, არ არის რაღაც დამოკლეს მახვილი, რომელიც აუცილებლად დაეკიდება იმ ადამიანების კისერს თუ თავზე, ვინც რუსეთის მხრიდან შედის აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში, ეს არის გარკვეული ავტოტრენინგივით თვითონ ჩვენთვის. გვახსოვდეს რომ მიწა ოკუპირებულია და გვახსოვდეს რომ ამას სჭირდება რაღაცნაირი რეაქცია. მკაცრი, ნაკლებად მკაცრი, მაგრამ რეაქცია სჭირდება. გაუთენტურობა პირველ რიგში ამ წინადადების და თუ არის კავშირი მით უკეთესი. ძალიან კარგი, ეგ ნიშნავს, რომ პროკურატურა იმ საქმეს აკეთებს, რისთვისაც არსებობს, რაღაცას იძიებს. და ვიღაც მოწმეს, რაღაცას ეკითხება, ის რაღაცას პასუხობს და დიახ, ითვალისწინებს ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის კოდექსი თუ საპროცესო კოდექსი თუ რაც ქვია, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში რაღაცეები გაიფანტოს. ინფორმაციაში რაღაცას გაცვლა მე მგონი ნორმალურია. პროკურატურა მე ეგრე ვიცი, რომ ეგრე მუშაობს რა. მე ესე მესმის, რომ დათა ახალაიამ მაშინ პროკურატურას უნდა მისცეს რაღაცა საინტერესო, რის საბაბზეც გარიგდებიან. მით უარესი თუ ეს გარიგებაა, მით უარესი ვანო მერაბიშვილისთვის. ესე იგი დათა ახალაიას მართლა აქვს რაღაცა, რასაც პროკურატურას აძლევს.
შეიძლება იყოს პოლიტიკური გარიგებაც, რაღაც შეთანხმება, შეიძლება იყოს უბრალოდ ახალაიას მხრიდან გაბრაზება იმის გამო, რომ ჩათვალა, რომ ნაციონალურ მოძრაობამ მისი ძმა მიატოვა და არ ეხმარება. ბევრი რამე შეიძლება იყოს. ამიტომ ეხლა ერთი კონკრეტული დასკვნის გამოტანა მიჭირს ამ ეტაპზე, ჯერ უნდა დაველოდოთ მაინც მოვლენების განვითარებას. ყველა ლაპარაკობს, რომ თურმე ნაციონალურ მოძრაობაში ყოფილა დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის. ცალკე ახალაიების და ცალკე ვანო მერაბიშვილის გუნდს შორის. ამას ლაპარაკი იყო თავიდანვე. ძალიან დიდი ხანი იყო ლაპარაკი, რაღაც ჯგუფები არსებობს ნაციონალური მოძრაობის შიგნით. შეგიძლია დამისახელოთ პარტია, რომლის შიგნითაც არ არსებობს ჯგუფები. ქართული ოცნების კოალიციას არ გულისხმობს, რაც ბევრი პარტიაა გაერთიანებული. ვილაპარაკოთ თუნდაც ჩრდილოეთ კორეელ კომუნისტებზე. იქაც დარწმუნებული არ ვარ, ეხლა მათ ჩახედული ამ საკითხში, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეელი კომუნისტებიც იბრძვიან პარტიის შიგნით რაღაც გავლენისთვის. საქართველოში არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბურჯაანზე რომ სააკაშვილის გარეშე დარჩებოდა პოლიტიკაში და სააკაშვილს გაუნდგებოდა, ვინმე წარმოიდგენდა 2007 წლის ბოლოს თუნდაც. ძალიან რთული და წარმოსადგენი იყო, დღეს ad არიან, ან ერთიც ad არიან, ან მეორე თავადაც ხედავთ. ოქრაშვილი და სააკაშვილი სხვა პოლიტიკურ ბანაკებში იქნებოდა, წარმოიდგენდით, რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ არის. ახლა ამიტომ საზოგადოებრივი აზრი ძალიან მარტივად მიეჩნევა იმას, რომ ახალაიები და სააკაშვილი აღმოჩნდებიან სხვადასხვა ბანაკში. არ მგონია, რომ ამაში რამე განსაკუთრებულია. არ ვფიქრობ, რომ ის რასაც აცხადებს ნაციონალური მოძრაობა და ისვისთვისაც იკრიბებიან ესეა რა. არ ამგონია. იმიტომ რომ რა ვიცი დასავლური ორიენტაციის დასამტკიცებლად ქუჩაში გამოსვლა ცოტა საერთოდ ვერ ხვდები რა კავშირშია ამასთან. თუ დასავლური ორიენტაცია უნდა და წესიერად მოქცეულიყვნენ იმათი წლის განმავლობაში. არის მომხრე ყავთ თქვათ. მე რა 30000 შეიკრიბა, 100000 და რას ნიშნავს ეს? თუ კი შარშან წინ 100000 კაცი რო იკრიბებოდა, ეგ არაფერს არ ნიშნავდა, ხა წელს რო 100000 შეიკრიბება, რატო ნიშნავს? რა თვისობრივი განსხვავება მოხდა? თუ თვლიან რომ თქვა მათი 100000 უფრო მეტია ვიდრე თქვა სხვისი 100000. მე სერიოზულად ვიყო, ძალიან მართლა მაინტერესებს იმ ადამიანების დანახვა, ვინც თვლის რომ ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას. მე მივესალმები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებში მავიცი სამოქალაქო სინდისის ესოდენ გაღვიძებას, რომ თავრობისგან რაღაცას მოითხოვენ. კარგია ეგ, საერთოდ მაგ მოთხოვნით ალბათ ჩვენც გამოვალთ, მაგის დრო მოვა რა, უბრალოდ მაგ ხალხთან ერთად არ გამოვალთ. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთი ჩვეულებრივი რიგითი აქცია. ერთადერთი შიში რაც რჩება არის ის, რომ რაიმე პროვოკაციაზე არ წავიდეს ვანო მერაბიშვილი. ნუ ნახოთ ახლა მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავები მოიქცევიან პროფესიონალურად, ისეთი რამ მათ არ დაემართებათ, რაც 8 თებერვალს დაემართათ და არ დაუშვებენ იქ თუ რაიმე პროვოკაციას ან რაღაც ჯგუფების მიერ ადგილი ექნება თავდასხმის ცდილობას, ასეთ რამეს არ დაუშვებენ და აღკვეთავენ. დანარჩენს მე არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ ველოდები, დაველოდოთ, ნუ რა არის მათი სიურპრიზი ვნახავთ რა. ჩვენ 2012 წლის 21 დეკემბერს გადაურჩით, ამიტომ 19 აპრილსაც როგორმე გადაურჩებით. დღეს საერთოდ წავიკითხე, რომ ვანო მერაბიშვილი 19 აპრილს აპირებს თურმე მიშა სააკაშვილის გარიცხვას ნაციონალურ მოძრაობიდან. მიჭირს მე თქმა ასეთ ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოა, სადაც ძალიან ბევრი რამ მოულოდნელი ხდება და ანალიტიკოსების ანალიზი ძალიან ხშირად არ მართლდება, მიჭირს თქმა რა შეიძლება მოხდეს 19 აპრილს. ზუსტად ვიცი, რომ რაღაც ჯგუფი მოქალაქეების, ეჭვი მაქვს უბრალოდ, მგონია, რომ რაღაც ჯგუფი მოქალაქეების, რომლებიც არჩევნების შემდეგ აღიარეს პოლიტიკურ პატიმრება და პოლიტიკურ დევნილებად, რომლებიც ურევდნენ, ასე ვთქვათ, გარშემო ბაჩო ახალაიას სასამართლოებზე, რომლებიც აქტიურობდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ცნობილი მოვლენების დროს, დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები მივლენ და რაღაცას თავის სიტყვის თქმასაც რბილად რო ვთქვათ, შეეცდებიან. რა გამოუვათ, რამდენად გადაიზრდება ეს მასობრივ ცემატყებაში, მე ვერ გეტყვით, მაგრამ იმის არსებობს ერთის მხრივ პოლიცია და მეორეს მხრივ ნაციონალურ მოძრაობაში უამრავი ყოფილი პოლიციელი, მათ შორის საკმაოდ მაღალჩინოსანი პოლიციელი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ გათვალა. ეს არის ძალების ერთგვარი დათვალიერება. დღეს ცოტა, ხვალ ცოტა მეტი, ზე კიდევ ცოტა მეტი. ნაციონალური მოძრაობა უახლოეს თვეებში ხელისუფლებაში დასაბრუნებლად რამდენადაც მე ვიცი არ ემზადებ. ამიტომ მას აქვს ბევრი დრო იმისთვის, რომ ერთის მხრივ გაიწმინდოს, რაც რეალურად დაწყებულია. მეორეს მხრივ მოიფიქროს რა მიხვდეს რატომ წააგო და მოემზადოს მომავალი გამარჯვებებისთვის თუ კი არის ამისთვის განწყობილი. თუ არ არის განწყობილი, ხა ცხადია მიტინგებით შეწყდება ბუნებრივია.